Hi. დილამშვიდობის მეგობრებო. მოგესალმებით, როგორ ხართ? როგორ ვიკითხოთ? გავისწოროთ რაღაცა, ამოვიჯაჯე. დღეს გვაქვს გენერალური რეპეტიცია. ხო და უნდა მეთქვა რა საუბრობთ ხარ. ხო, გენერალური რეპეტიცია გვაქვს. დღეს ძალიან დიდი ქაოსი გვაქვს და ამასობაში დედას ჩამოფრენავდე დარჩა რამდენიმე საათი. ხვალ ამ დროს უკვე დედა იქნება სახლში. ამ დროს კი არა ბევრად ადრეც. ამ დრომდე რა უნდა კაცო აეროპორტში. ხო და ჩემი გული ფრთხილებს. ჭკუაზე არა, ვაჭკო დავკარგე ისე დღეში ვარ. ხო და მოდი გავიქცეთ ხა გენერალურ რეპეტიციაზე, თორე გვიანდება. წარმატებული. ესე იგი გოგოებო, შიშით მეტროში ახლოს ვერ ვდგავარ. ანუ ვაგონს რო ველოდები, სადღაც ჯანდაბაში მივდივარ, რომ ვიღაცამ ახელი არ მკრას, ამდენი ავადმყოფია. ექსკალატორზეც კი ველოდები, რომ ხალხი ჩავიდეს უტაროც და თავისუფლად დავდგე რა. და რატო? ანუ ჯერ ისედაც ზოგადად არ მიყვარს ძალიან ახლოს დგომები, ანუ არ მიყვარს რა მძაბავს და მგონია რომ თავ რომ მეხო და არ მიყვარს. ისედაც რა ძალამატკია, ეხლა ცოტა გაიწია უკან, ხო? ხო და თელია ეხლა დღეს რომ მოვდიოდით, აი ყველა მეტროში, ტრანსპორტში, მარშრუტკაში ყველა საუბრობდა იმ ინციდენტზე. მე ძალიან გვიან დავეწია ამ ამბავს. და ახლა ხანს გავიგე დღეს, ანუ რომ ვიღაც ბიჭი გარდაცვლა, ხელი უკრიათ მეტროში. თან ისე დროს უკვე რომ მოდიოდა მატარები და ფიზიკურად ვერანაირად ვეღარ შეანელებდაო, რა თქმა უნდა. ანუ ყველაზე ცუდი ისე რომ ხალხი ამბობდა რომ ის არისო რა ქვიაო, ეგ ავადმყოფი ვიდგაო და იცი, ანუ იღიმოდაო, ანუ ბედნიერი იყო ამითო რა. ნუ რა თქმა უნდა, ხა იმას რომ ჯანმრთელობის პრობლემები ექნებოდა, ამაზე არ ვიცი როგორ შეიძლება. ანუ აი ვერანაირად ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება პრობლემა არ ქონოდა ჯანმრთელობის ადამიანს, რომელიც ამას გააკეთებს, ის ჯანმრთელი ვერანაირად ვერ არის. მაგრამ ფაქტი ხო ის არის, რომ გარდაიცვალა ეს ადამიანი, ხო? უკვე იმას აღარ აქვს მნიშვნელობა ის როგორ ფსიქიკის იყო, ფაქტი ეგ არის, რომ ახალგაზრდა ადამიანი იმსხვერპლა და რა ვიცი, მეც მოგიწოდებ რაღაცნაირად ყველას გოგოებო, რომ ნუ დადგებით ახლოს ბიჭებო რა ვიყოს, ვინც ამას ნახავთ ხა. ნუ დადგებით ახლოს. არ იყაო ეგრე ძალიან ახლოს არ იდგაო. ნუ ის ავადმყოფი ვინც გადავდეს ასე. ანუ ახლოს არ იდგაო. მაგას კი არ აქვს ხამნიშნულობა თქვა. ძალიან ახლოს არ იდგე, ეგეთი შემთხვევა ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, ნებისმიერ ადამიანს დაემართოს, ხო? უბრალოდ მაინც თავი დავიცვათ ამდენი შეშლილისაგან, აი ამდენი შეშლილისაგან და რაღაცნაირად მაქსიმალურად მოვცილდეთ ხოლმე იმ ბაქანის დასადგომს, იმიტომ რომ მე როგორც ვთქვა, ძალიან მძიმე მდგომარეობა ზოგადად. ესეთი შემთხვევები ახლა კი არ ხდება, კაცო, ადრეც ხდებოდა. ეხლა რაღაცა ის კი არ არის, რომ ხდება, ყოველთვის ხდება მსგავსი უბედურებები, ნუ ეს რაღაცა დაუწერელი კანონივით არის, ყოველთვის ხდება, ხო, კაი, გავიგეთ. უბრალოდ ჩვენ მაინც ფრთხილად ვიყოთ, აი რამდენი ადამიანი მინახავს, რომ აი ფაქტობრივად მატარებელი რომ მოდის, ამის თავი გაკრას იმას რა, იმიტომ რომ იმდენად ახლო დგანან და სულ მინდა ხოლმე ვუთხრა, რომ აუ შეიძლება რომ უკან გამოვიწიოთ და მე ვაცნობიერებ, რომ ანუ ვინმე კითხება, აი მართლა არანაირად აი ნაფრთხილად უნდა ვიყოთ რა, იმიტომ რომ თლად კარგად არ მგონია რომ იყო ჩვენი საქმე. ძალიან ბევრი ადამიანია, ვისაც ძალიან ბევრნაირი პრობლემები აქვს ჯანმრთელობის. სულ ვიცახით ხოლმე რომ მოვერიდო აი დასახელებებს, როცა მაგალითად ვინმე ბლოგერზე საუბრობ, აი თქვა ვინ მოწოზე ის ნაკლებად საუბრობ ხოლმე ზოგადად ამ თემაზე.
და რატო რამდენიმე სხვა ვუყურებ და მერე ვიღაც რომ გამომრჩეს, მერე მე თვითონ მენერვიულება ხა გუშინდელ ვიდეოში გამომრჩა და რაღაცნაირად შეცდა შევწუხდი რომ სხვა ადამიანებიც არიან და რაღაცა იმას ვქენი რა, ვეღარ მოვაბი თაობოლო მოკლედ. ასე რომ დედა შენს ჩამოსვლამდე დარჩა ძალიან ცოტა დრო და გული აღარ მაქვს. გული აეროპორტშია და შენს დაფრენას ელოდება. ხო, დედაზე გამახსენდა ყვავილები არ დამავიწყდეს. აი, რა გამახსენდა ყვავილები. ხო და ჩემი ნინოსთვის და დედიკოსთვის უნდა ვიყიდეთ ყვავილები. შოკში ვარ. აი, ანუ მართლა არ მჯერა, რომ უკვე მოვიდა დრო მოვიდა. ვერ გავითავისე და დედა ვერ გაითავისა რომ მოფრინავს, ანუ ჯერ ისია რაღაც, აი შოკშია, თითქოს არ იცის რა ქნას, არ იცის რა თქვას, აი ვერ რაღაც გაურება ჭირს რა. ხა როცა ამდენი წელი არ ხარ შენს ქვეყანაში ნამყოფი, რა თქმა უნდა, ლოგიკური და ბუნებრივი რეაქციები აქვს. ჩავიდეთ მეტროში. მოკლედ რა არ გიხარიათ ხო? რითი ხართ უკმაყოფილოებიო, წყალი გვაქვსო? გზები იგებაო, აგემილები იყნებაო, დენი გვაქვსო ხალხო? დენიო. არც ახალწელს თიშებაო, არც აღდგომას და ანუ დენი გვაქვს. ანუ ამ საუკუნეში, ამ სამყაროში ჩვენ ისევ დენი გვიხარია, რო გვაქვს? ვერ დავეწიე. ამ აზრებს რაღაცა ვერ დავეწი, ვერ გავეკიდე. ტაქსით უნდა გავეკიდო. რაი დენი გვაქვს, უნდა გქონდეს, ანუ მართლა ამაზე ჩავწერე კიდეც ვიდეო ძალიან პატარა, მე დავდებ YouTube-ზე, ანუ ესეთი რაღაცები აღარ უნდა გვიხაროდეს. ის რო დენი გვაქვს, დენი გვქონდა. ანუ ეგეთი სისულელები აღარ უნდა გვიხაროდეს, ხო? დენი უნდა გქონდეს. აი, მართლა ესეთი რაღაცები ვითომ უნდა გავიხარდეს, რომ ცოტა შოკში ვარ. ვერ შევედი დიდად პოლემიკაში. ისე გამიკვირდა და გავუგონდი. აი მე ნახალოკა იქნება. ოპოლები დამეცეს. ნახალოკა კრა ბავშვოგუნა გადმოვიყო კარბუქში. ხო და ვერ შევედი ხა პოლემიკაში, მაგრამ ნუ აი კი ერთი თქო კი ვუთხარი, მეთქი რა დენი რა ეს ხარ არ ვიცი ხალხო. თქვენც ასე ხართ რომ აი დენი ხო გვაქვს, თქვენც არა ვინც ამაზრზეა უბრალოდ არასწორად დავსუკითხვა, ვინც ამაზრზეა რომ დენი ხო გვაქვს რაღა გვინდა, ძალიან ბევრი რამე გვინდა, რის ჩამოთვლაც შემიძლია დავიწყო დღეიდან. მარშრუტკა არა მანქანა. ხო და ასე რომ დენი გვიხარია და ყველაფერი კარგად არის ქვეყანაში, არ ვთვლოს სწორი მიდგომას, აქ რაღაცა ჯურგმული ჩანს ცუდად. აი ესე დავდგენ. ხო და რემონტები მიმდინარეობს, როგორც ხედავთ, უბანში და სულ აყრილ მოყრილები ვართ. ნუ ეხლა ფადაში ჩემი უბანი არ არის იქით, არის ჩემი. ხო და გადავირიე ხალხო რაღაცა რა უნდა მიხაროდეს გეხვეწები, რომელიც საუკუნეა რაღაცა დენია. ეს შოკი. ცოტა შოკში ვარ. რაც ვთქვია რომ ეხა ყობა არ იყო სახში, ყობა გამომეშვა. ისეთი ქარია. აქ ბავშვი მე ვერ გადმოვიყვან, გამეყინება, გამიცივდება. გაჩერებაზე ვიდგეთ და ისე გვიან დადის, რომ უფრო გამიცივდება. ჯური უნდა ვიტყიდო. უნდა დავწერო განცხადება მერიაში, რომ ჯური გამომიყო რამენაირად ქველმოქმედების მიზნით. ძალიან გთხოვთ თუ მიყურებთ მერიიდან ვინმე მიაწვდინეთ ხმა, რომ ჯური მესაჭიროება და ზოგადად ჩვენ უბანს ესაჭიროება ჯური. როგორც ხედავთ, გამიქროლა მარშრუტკამ იქით, რაც იმას ნიშნავს, რომ უნდა დაარტყას უზარმაზარი წრე, წავიდეს ვაგზისკენ, მერე წამოვიდეს სხვა და მე 5 ჯერ გადავალ სახლში ამასობაში. ამიტომ მოგვიწევს მე და მარიკოს ქარბუქში სიარული.
მოვაფარებ ამ ჩემ შარფს და წამოვიყვან. აბა, ჩავარდე შუქში. დენი ხო გოგო. დიდი მადლობა. რამხელა შეღავათებს გვიწევთ პირდაპირ. აღთუმეტეს ვერ მალავ. მადლობა რომ გზაც გვაქვს. დიდი მადლობა. მე რა რო აგერ ბატონო აქ. ამ ადგილას თვეში სამჯერ არის ამოთხრილი. მე 6 ადამიანი ჩაცხერის რას უყურები დღემდე ვერ გავიგე. უყურებენ და აუსრულებლად უყურებენ. მე ვიღაც ერთი მოვა ახლა ვითომ იმას მეტი განათლება აქვს. ხო და რაღაცა განკარგულებებს გასცემს იქ. მე ამოთხრიან, მე მაინც ვერ გაიგებენ და ასხამენ ამ იმას. ერთ კვირაში მოვლე. ამოთხრათ გას ერთი 10 კაცი მოვა, ანუ ან მეორე ვარიანტია ხოლმე 10 დგას ზემოდან და ერთი ქვემოთ არის. ამასწრად მინდოდა ჩამეძახარო ძმაო, ბატონო, რატო ხარ ბატ? და 20 კაცი თავზე რატო გადგას? რაღაც აპარატურა ხო არის გოგოებო, რომ იგებს სად არის დაზიანება წყლის, ანუ სად მიდის ეს დასკს კოდომები და მთელი ამბები მოკეთ. არის კომპანიები, რომლებსაც აქვთ და ჩემ ახლობელმა რო კითხეს, ჩემო მეგობრებმა და მასის შემდეგ, რომ თქვენო არ გაქვთო, ჩვენთან უბაში რომ მილიარდჯერ გადათხარეს და უკვე თუდად ვიყავით. კაცო ეგ რო იყოსო, მერეო როგორო მაშინ თანამშრომლები რაღაცში გვჭირდება უმრავლესობა დაკარგავსო სამსახურს. მაგლოგიკით რა თქმა უნდა, ანუ კარგია რომ არიყენებენ რომ ხალხმა არ დაკარგო სამსახურები, მაგრამ ეს როგორია, რა ვიცი, ანუ რამდენი არ ვიცი, ესეც რანაირად იქნება ახლა. კვირაში 3 დღე გადათხრა ვერ გავიგე. წავიდეთ მარიკოსთან, შევიდეთ შენობაში. შენობაში ისეთ ცხელა და აქ არის გამყინვარი. აი, გზაში მიცივდება ბავშვი გოგოებო რა. ჰაი ხალხო. აღარ იშვა შემოართილი. რამეს ვიტყვი გლახავარ? არ ვიტყვი ვაფშემთ მაგარი გლახავარ და ვერ გავიგე რა ლოგიკა ხალხო. ამ ლოგიკას უგაყვებით ხო? მიიწვება ის ქვეყანა ავაშირო და აღდგომა და ხვალეო. ავაშიდება დაო ეგრე ქვეყანა ხო? ერთმანეთის სიყვარულით დავიწყოთ დღე თუ რა ღამე. რა იყო შეკაიბამი და შვილო? ცოლი წაგარჩვი, მამი და შვილი გაგილახე, შენ დედაზე ხელახლა ვიქორწინე, გაგაჩინე და კარტოფილში გადაგსვალე რა გინდათ. არის ხალხო, მე მოჩვენებს და მე რაღაც კარგად ეროვნული ძაფის რაღაც არის არეულობა. ას თაბრუსხვევები გვაქვს. ხალხო, ერთი თვარ გვყარება ხო? ჭირსეჭა უხე ყველაფერი, არ გამოვა არაფერი. აჰა, წოგრიდით ვიყურები, არ გამოვა ეგრე არაფერი. მიყვარხართ ყველა. აჰა, რა მიდი შეკაიბამი და შვილო გიყვარდეს, ხო? მე თუ რა ლაბასი ვარ. ბაი. მთელი ღამის დათენები. ნანერვიულები, თავატკიებული, ყურატკიებული, ხახატკიებული მოგესალმებით. ვაიმე, ჰაი ხალხო. ვაიმე. ხალხო, გული ბაგაბუქში იყო, ბაგბუქ, რა იყო? შეკაიბამი და შვილო. არ მაგარი ჭური კანა ხარ. სად მიეტრეოდი, რომ მიეტრეოდი. დადგა ახლა ეს კაცი და ბოლტას ასებს ხო? ვი დედა, ასე ირანი მოიტაცებს, აჩი პაციბუს ვარ მოიტაცებს. სად გარბოდი შვილო? ახლა ვერ გავიგე. და დავდგეთ ახლა მთელი მსოფლიო და ვინერვულო საწავი და ესე ირანგა. სად მიდიოდი გირათვალა დედა, ახლა სად მიდიოდი შვილო? ფერითი ჭკვაზე არა, აჰა, გამისივ და თავი ნერვიულობინ. ახლა ებაძებნინეთ კიდე. და